მარიკა დღეს დიდი დღეა. დიდი კიდე ჭამს. სად არის ახლად გამომცხვარი შობელი мама? ძინავს ჯერ? ო ძინავს. გუშინო 9 საათზე რო გამოვედი. ცეხვი და პური უნდა მეჭამა და დათო ტელევიზორს უყურებდა ჯერ. მარიკა შენ იმის შემდეგ კიდე ჭამ? ირაკლი. ხო, გუშინ მთელი ღამე თვალი ვერ მოხვდა. სულ ფიქრობდი. ვაუ, რაზე ფიქრობდი? ხელოვანო. რაზე და სულ მალე мама გავხდები. мама. ეგ ამბავი უნდა აღვნიშნოთ. ირაკლი ხა გავარდება, ბაზარში ყველაფერს იყიდის და მე ისეთ სუფრას გავშლი არაფერი არ მოყდება. მარიკა ხელს გვიშლი რა. დათო განაგძე რაღაც კარგად საუბრობდი. რა არის იცი ირაკლი? ბავშვი რო გაჩნდება, мама ხო უნდა. უნდა. ისე კი აქ და გამომდინარე მე ნატას უნდა შეურიგდე. მართალია. ეგოც უნდა აღვნიშნოთ. არა, რესტორანში უნდა წავიდეთ. და რაც კი კარგი იქნება მენიუში, ყველაფერი უნდა შევუკვეთოთ. მაგრამ თან რა არის? ეხლა ნატას თუ შეურიგდები. ანანოს ხო უნდა დავშორდე თუ როგორ არის, ა? უნდა დაშორდე. ეგეც უნდა აღვნიშნოთ. ეხლა მე დავრე კაუცებ ტორტ შევუკვეთავ, მერე ჩავირბენ, ვიყიდი ხილს და ტკბილის სუფრა გავშალოთ. ძალიან ხო დამშვიდდი. მობძანით, მადლობ დავით. დაბძანდით. მოფიქრებული თუ გაქვს, ანანოს როგორ უნდა უთხრა, რომ ნატა ყორშია შენგან ბავშვდელოდება და ბავშვის მამა შენ ხარ და ამიტომ შორდები. ეგ მინდოდა მეკითხა შენთვის. მესეჯი რომ მივწერო. მესეჯი კარგია. თან ყოველივე ეს სულ რაღაც 6 თეთრი დაგიჯდება. არა, რატო 6 თეთრი? მათ ხო შენი მობილური. მესეჯი ცუდი იდეა. ჯობია წერილი მიწერო. ხო და მერე ეგეც უნდა და რა მივწერო? რა უნდა მიწერო, რომ შენი ყოფილი მეუღლე ნატა ყორშია არის ფეხმძიმედ, ბავშვის მამა ხარ შენ და ამიტომ შორდები. რო დავხატო? რა უნდა დახატო? მე ხომ ხატვარი ვარ, ირაკლი. მე რა უნდა დავხატო? რა უნდა დავხატო და აი ხომ მესმენი. ლურჯი ფონი წარმოიდგინე. შუაში დავხატავ სიმპათიურ წვერიან კაცს. ეს სიმპათიური წვერიანი კაცი? მაჰა. მეორე მხარეს დავხატავ ორსულ ქალს. ნატას. მეორე მხარეს მივხატავ ჩვეულებრივ ქალს. ანანოს. აჰა.
აი ამ კაცს თავზე დავახატავ დიდ კითხვის ნიშანს. მერე? ეს იმას ნიშნავს ანანო თუ ნატა. ნატა თუ ანანო. როგორია, ჰა? ძალიან კარგია, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის კუთხეში მიაწერე რომ შენი ყოფილი მეუღლე ნატაყორშია. რო ბავშვის მამა შენ ხარ და ამიტომ შორდები ანანოს. ირაკლი. ისე რა მაგარი არა ბავშვი, ა? ოჯახში რო შემოვა, ეგრევე სიცოცხლეს შემოიტანს. კი, ბავშვი კარგია, დათო. ოღონდ ოჯახში რო შემოვა კი არა, ოჯახში რო შევა. შენ ჩემ შვილს ძალიან ეყარები. რატომ? რატომ ხან სათამაშოებს უყიდი, ხან შოკოლადებს, ხან და ხან ფულსაც მისცემ ხოლმე. ფულს. დათო, ოჯახი რა კარგია რა. შვილი გაყოლება, მე შვილები გაყოლება და ბედნიერი ბაბუა იქნება. აბა, ბაბუა რო იქნები. შენთან ოთახში რო შემოვა, შენი შვილი. რო გეტყვის, ბაბუ, ფული მომეცი, ფული. ამ დროს მეორე შვილი რო შემოვა და რო ეტყვის, გაანებე მაგას არ ესმის, ეს კაცი ყრუა. რა გესმის რა? ირაკლი. ის კაცი ყრუაო. რაღაცა მინდა გთხოვ. რამე შენი ძველი შარვალი რომელიმე მომეცი რა. ძველი შარვალი რაღაც გინდა. რა თქმა და ნატას ხომ და შევხვდე. შეიძლება დაჩოქება მომიწიოს და ამით ხოლმე დავუჭო. შენ ნატას შეხვდე. საღამოს მოდი 5 ძველ შარვალს დაგახვედრებ, რომელიც გინდა ამოარჩია. თუ გინდა 5-ვე ერთად ჩაიცვი. მე მგონი, დროა ეგეც აუნიშნოდ. ირაკლი. ხო. რა დღეა დღეს? 4 შაბათი. მერე? არავითარ შემთხვევაში 2 შაბათი ხო აღნიშნეთ. ეკა ამ დილით ჩემს კაბინეტში არ შემოსულ ხარ. უშენოდ ყვავილებმა ძალიან მოიწინეს. ხო, წყალი უნდა დაგესხადე. ისე როგორ მოგეწონა არგენტინული რესტორანი? ძალიან კარგი იყო, მაგრა გავერთე. დღეს საღამოს ჩინურში წავიდეთ. ხო? ძალიან კარგი. მარტო სამსახურში ხომ არ უნდა ხვდებოდეთ ერთმანეთს. აი მე სოლომონ რა კარგია რომ შემოხვედი. აი ამებზე ხელი უნდა მომიწერო. ყველაფერზე მოგიწერ ხელს. ყველაფერზე? იცი რა, შარშანწინდელის საბუთი მიმრჩა ხელმოუწერელი და დაგვიანებული ხომ არ იქნება? არაფერი არ არის სამქვეყნად დაგვიანებული. ვაიმე, რა ადვილი ყოფილა, მე კიდე როგორ ნერვიულობდი, რომ შევიტანა თავზე დამახევს მეთქი. ეკა, მოდი ზაფხულში დასასვენებლად ერთად წავიდეთ. საფრანგეთის საგზურები მივიღეთ. მართლა და როგორ უნდა გავანაწილოთ? მაგას მომკითხავ. საშინელი ამბები ხდება სამსახურში. გობეჩი ამ პარიზში მინდაო. სიდოროვ კურშაველში. ეს აბულაძე აცხადებს სტრასბურგში უნდა წავიდეო. თუ არ გამიშვებთ, ჩემ ფეხით ჩავალთ და გიჟიულებთო. როგორ უნდა მოვიქცეთ? ნუ გეშინია. ორ სამსურს შევანახინებ. ყურნელს გადავდებ, ხელი რომ არავინ შეგვიშალოს. ერთი წუთით. ალო? ხო. კარგი, მოვალ. ამ საღამოს მეგობრები გვეპატიჟებიან. ხო, ოღონდ მარტო არ ვიქნები. ახალი მეგობარია. არა, ჯერ არა. კარგი, ოღონდ ჩვენებს არავის უთხრა, კარგი? შევთანხმდით. ჩვენებს არავის უთხრა მეთქი და ყველა იქ იქნება. სად მივდივართ? ჩემი მეგობრების ოჯახია, ირაკლი და მარიკა. ძალიან კარგი. მაშინ საჩუქრები წავიღოთ. ბევრი ყვავილები და
ცოტა ტკბილეული. კარგი იდეა, მაგრამ პირიქით ჯობია, ცოტა ყვავილები და ბევრი ტკბილეული უფრო გაუხარდება. კარგი, შევთანხმდით. შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. რა, სოლომონ, თხოვე რაც გინდა. მეგობრებთან ვატო უნდა დამიძახო. მიდი. მარიკა, ჩვენ ვართ. მარიკა. ვის ტორტს ვაცხობდით, კვერცხი დაგვაკლდა და ხوار გექნება. რამდენი კვერცხი გინდა? 16. 16 არ მაქვს. შენ რო დიეტების წიგნი გთხოვე მოგიტანეთ და. მართლა? აბა სად არის? ქეთევან. გამოდი. ხო, ეხავე. მარიკა, დიეტების წიგნი მოგიტანეთ. აბა, მოდი, ამოირჩი, რომელიც მოგეწონება. ხო, ესე იგი, უგულავას დიეტა. ეს მე მოიცადე, სად არის? ხო, აი, გაბაშვილის დიეტა. ხო, კიდე მოიცადე, აქ სადღაც იყო. ხო, ბერძენიშვილის დიეტა. ეს რომელი ბერძენიშვილი ჭკვიანი რომა? არა, მეორე. კიდე მოიცადე აქ სადღაც მოგნი. მოიცადე, დავნიშნე. ვაიმე, ნოღაიდელის დიეტა. საყვარელი. მარიკა, მოდი აბა, რომელიც მოგეწონება ამოერჩიე. მიდი აბა. მაგრამ იცოდე თუ დიეტას დაარღვევ, პირიქით გასუქდები. აჰა. იცოდე, სხვა დიეტები არ გაქვთ? მარიკა, რაც ვიცით და რაც მოვძენეთ, მან წერია და მიდი რა ამოარჩი. ყავა გუში საჩევინახე. ზემოთ ალბე. აი ეს მომწონს შვენიერია. დილით 1 კილო სოსისი, 400 გრამი კარაქი, 2 ტონის პური და 3 თავი ბოლოკი. აი მე არა მარიკა, ეს ის დიეტა ალიკა ტალახაძეს 5 კილო რომ მოვამატებინეთ. ისე მარიკა, შენ კარგი ნერვები გაქვს დიეტის დაცვა რომ გადაწყვეტე. მე საჩემიძლია. მე ჭირდება ესე დიეტა. ჭირდება. თამარ, მიდი ანა აუცილებელია. მოდი. ესე იგი არაფერი აღარ მეტევა, დამიპატარავდა ყველაფერი. ხო, ამიტომ დიეტა უნდა დაიცვა. ცოტა დავიცვა დიეტა. ვაიმე მარიკა, რას აკეთებ? შენ ეხლა ესენი არ უნდა ჭამო. ეხლა მე შენ დაგეხმარები, რაც საჭირო არ არის, მე გავიტან ჩემთან. გადავინახავ. ეს არ შეიძლება. ეს არ გვაქვსო? არ შეიძლება. არც ეს არ შეიძლება. ვაიმე. ესეც არ შეიძლება. არც ეს არ შეიძლება. ეს როგორ მიყვარს? არც ეს არ შეიძლება. ეს სად არის? როდემდე აქ? არც ეს არ შეიძლება. არც ეს არ შეიძლება. ქეთევან, დამოდი. არც ეს არ შეიძლება. მოდი მომეხმარე სწრაფად. რა არის? დროზე. კარგი. მოიცადე, ჯერ ეს მომიცი, ჯერ ამას დავიჭერ. ეს კვერცხები შენ წამოალი, მიდი, ნელა. მოიცა. ესე. არ შეიძლება, არა. მარიკა, არ შეიძლება. ეს კარგი. სწრაფად. ეს ამას მოიცა ვადა აქვს. ეს გამომართვი. ხო. ეს არც ეს არ შეიძლება. ეს რა გინდა ეს გვაქვს? ეს შეიძლება. უზმოზე. უზმოზე, კარგია უზმოზე. ეს შეიძლება? ვაიმე, რას ლაპარაკობ, თამარ? არაჩვეულებრივი ვაშლის წვენია, ღუპავ გოგოს. არც ეს არ შეიძლება, მჟავიანობა, ჟავიანობა, კი. всё.
ცადეთ ერთი წამით ასეთი რთულია დიეტის დაცვა? ვაიმე საშინელება, ესე იგი შაშან მე და ქეთევანმა რომ გადავწყვიტეთ დიეტის დაცვა, მე ნებისყოფა არ მეყო და მეორე დღესვე გავანებე თავი. რა? მეორე დღესვე თავი დაანებე და მე არ მითხარი? რატომ? მოდი, მინდა და იმერები გავიდო და გეტამა. რა გამიკეთე ეს რა გაგაკეთე? ეს რა გამიკეთე? რა გამასუქე? გამარჯობა. გამოდი, შევიდე სახში რა. მარიკა, რატო ირღვევა ჩვენ ოჯახში სიმყუდროვე? გაგვატარე. გამოდი. სურათი დავკიდოთ ეხლა. სადავკიდოთ დათოს. არა, აქ დათოს სურათს არ ეკადრება. დათოს სურათი არა, აქ უნდა დავკიდოთ დათოს სურათი. აი. არა, ესე დავოღონდ ეს სურათი მე მგონი არის ესე. ესე, ეს სურათი თუ არა ეს არ იქნება. ეს. დათოს კითხა. მანამდე აქ იჯეკი შენ სურათი. ეხლა რა გო? დათო მოხვედი. ვაი, მოწდი. აი მიდან უნდა. დათო, დღეს ჩვენ გვაქვს პირველი დღე ამ სახლში და ამის აღსანიშნავად მე შენ საჩუქარი მოგიცადე. მადლობა. ანანო. ხო? რაღაც უნდა გითხრა. მეც უნდა გითხრა რაღაც. შენ უნდა მითხრა? მე ჯერ შემითხარი. არა იცი მე ისეთი რაღაცა უნდა გითხრა რომ ჯერ შენ უნდა მითხრა ის შენი რაღაცა და მე გეტყვი ჩემ რაღაცას. არა ჯერ შენ მითხარი. კარგი. მეც შენს რა შენს? მეც მიყვარხარ. ხო. მე რა უნდა მეთქვა? აი მე და ტორა ჩორჩოთი ხარ მეც იცი როგორი დაბნეული ვარ მთელი დღე. აი მოდი ახლა უნდა მოგიყვარ. და ახლა რა ხდება? ვერაფრით ვერ მოვიფიქრე როგორ უნდა მოვაწყოთ სახლი. ნუ დაუშვათ აქ აი მისაღები ხო? აქ არის მისაღები. ნუ აი მაგიტას კამები რაღაც და დათო აი იქ იცი რა მოვიფიქრე? იქ იქნება დათო ბავშვების კუთხე. აუ ხო ბავშვები. გამახსენდა. ანანო. ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით. ვეღარ ვიქნებით. რატო ვეღარ ვიქნებით? რატო და ჩვენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. რითი განსხვავდებით დათო? რითი და მე კაცი ვარ შენ ქალი. არ ხუმრობ. ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. რატო უნდა დავშორდეთ დათო? რატო და მე ჯერ მზად არ ვარ ესეთი სერიოზული ურთიერთობისთვის. არა უშავს დათო. მე დაგელოდები. ანანო. მე მამა ვხვდები. რა? ესე იგი მე დედა? არა, ანანო, დღეს გავიგე რომ ჩემი ყოფილი ცოლი ნატა ელოდება ბავშვს და ბავშვის მამა ვარ მე. რა? მოიცა, რა ეხლა რა ყველაფერი ხა დამთავრდა? არა, რატომ ყველაფერი ბაქო ჯეიჰანის გასადენი 2000 წელში. ალბათ ერთი კვირა მაინც მარტო შენზე ვიფიქრებ. ხო. ამასობაში არჩევნების შედეგებიც გვეცოდინება და გულს გადავაყოლებ. მე უნდა წავიდე. ой დათო მეცადე მე ეს სამაჯური ალბათ აღარ მაქვს ხო უფლება რომ დავიტოვო და
შენ წაიღე და ჩემი ტელეფონის ნომერიც მობილურში წაშალე, ხო? ხო, ამას მარიკას დაუბრუნებ. შენ ტელეფონსაც დაავშლი. დახონდ. უკაცრავ. თამარ, წავედი თუ ხო? მიდიხარ უკვე? ხო, ირაკლი გვიანია, უკვე 6 გახდა და წავართ. მარიკა. ხო. რაო ეკამ დღეს რო დარეკა საღამოს ვისთან ერთად მოვალო? ახალი მეგობარი უნდა გაგაცნო. ჯერ 6 საათია, ადრეა. მე რას მიმარბენინებდი, ვერ გავიგე, რას მიმარბენინებდი? მოდი მერე დაჯექი. რაო? ვინ ახალი მეგობარიო? და სად გაიცნო? ვინ არის? რას წარმოადგენს? თანამშრომელია? ეს რა არის? ეს იუზაბიძია მაჩუკა თამარს დაბადების დღეზე. ხო. ისე მეც მაქვს ასეთი. ой, რა კარგია, ჩვენც. ხო და გამაგებინე, სიმპათიურია თუ მერწყულია თუ რას წარმოადგენს? დაბადების დღეზე სასვენებაში სად გაიცნო? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ ეკას მეგობარი ყავს. მე არა, ნამდვილად ჯადო მაქვს. მოვიდნენ? მე გავაღებ რა. მოვიდა. ეკა სად არის? შენ ახარ? ხო? არაფერი. სანდრო არქშია? არა. ვა, ფუმფულა მარიკა. მალე ფუმფულა აღარ ვიქნები. დღეს მე დიეტაზე ვარ. ვა, ოჯახ მარიკა. ისე შენ იცი რომ დიეტა არის ქოლესტერინების და ნებისყოფის ჭიდილი? ხო. აბა. სხვათა შორის დიეტას არა მხოლოდ სუქანი ადამიანები, სპორტსმენებიც იცავენ. აი მაგალითად ბოდი ბილდრები. ძლიერ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად დიეტას იმიტომ იცავენ, რომ კუნთს და კანს შორის ნახშირწყლები გამოაშრონ, რათა კუნთი უფრო ლამაზი, მიმზიდველი და სახიერი იყოს. მაგრამ დიეტას უკუჩვენებას გააჩნია. რა უკუჩვენება? პირველ დღეს ესეთი მსუბუქი თავბრუსხვევა აღინიშნება, მეორე და მესამე დღეს კუნთების ტკივილი იცის. ვაიმე, კიდევ რა იცის? კიდევ თუ დიეტას არასწორად, ანუ ექიმის დაუკითხავად დაიცავ, შეიძლება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა არასწორად განვითარდეს, ანუ კანი გამოშრეს, აიქერცლოს და ასევე შეიძლება სისხლში იოდის ნაკლებობაც აღინიშნოს. ვაიმე და იოდის ნაკლებობას როგორ უნდა ვუშველოთ, სანდრო? აბა, როგორ შევშველოთ? არა, ეგ პრინციპში ადვილია აფთიაქში ჩახვალ ერთ ბოთლ იოდს იყიდი და დაალე. ეგრე რა შეკაცო. აგავიწყდა გული. წამოდი ჩემო დიეტოლოგო, წამოდი. ბაჯეკი. სანდრო. ეს ეკამ თავის ახალი მეგობარი უნდა გაგვაცნოს. ვინო? და ის შემთხვევით ვინმე ძველის ნომერი ხომ არიცი? ისე, მარიკა, ეკა რამდენი ხანია რაც ქმარს გაშორდა? ბოლო ქმარს 2 წელია. აბა რა გინდა კი ეყოლება ვიღაცა. რას ლაპარაკობ? ეკას ვინმე ყოლოდა და დებღლონტებს არ ეწოდინებოდა? რა არის ეს? რა ფერები გიყიდია, ირაკლი? იასამნისფერი ვერ იყიდე? არა, ეს თეთრია. დაალაგე ხა თეთრი და იყოს თეთრი, მე რა. რა გინდა თამარ? არაფერი. იცი რას გეტყვი? შენ გირჩევნია, წადი ჭიქები მოიტანე რა. წავა. მიდი. ვაიმე, მოვიდნენ. ვაიმე, მოვიდნენ? კაი ხო, რა მოხდა? ხო, რა იყო?
მოვიდე რა ის ეს იცი ვაიმე მოვიდეთ მარიკა აი ეს შეაცხი მობძანდი შემობძანდით გამარჯობა გაიცანით ეს ვატოა კეთევანი და თამარი სასიამოვნოა აი თამარის უკან მარიკა გამარჯობა აი აქედან რატომ წუხდებოდით შეიძლება მეც მივესალმო გამარჯობა მობძანდით ძალიან სასიამოვნოა მობძანდით გამოატა ვაიმე მობძანდი როგორ გეკადრება მხოლოდ თქვენს შემდეგ ვაიმე ერთი წუთი დავძანდი ბატონო ვატო ძალიან სასიამოვნოა ბატონო მადლობ კეთევან ბატონო ვატო ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ძლივს არ გამოჩნდა ჩვენ შორის ადამიანი რომელიც ჩემზე პატარა არ არის და არ ჩემი ტოლი და ჩადგი გამარჯობა სანდრო მოვიდა სანდრო გაიცანი ეს ჩემი მეგობარი და ამავე დროს ჩემი უფროსი ვატო გეფერიძეა სანდრო თქვენ ალბათ ახალი უფროსი ხართ არა მე ამ ფირმას უკვე 5 წელია ხელმძღვანელობ არა მე ვიცოდი რომ შენი უფროსი ვიღაც მოხუცი სოლომონი იყო სანდრო გეძახიან ბატონო ვატო რას მიირთმევთ ღვინო შამპანური კონიაკი არაყს ძალიან ეკა ერთი ჭიქა ცივი წყალით თუ შეიძლება ეხლავე ვატო ეკა წყალს მე მივიტან ოღონდ შენ მითხარი რამდენი წვეთი ჩავასხა კორვალული კიბეზე მაინც ასეთ ასაკში ასაკშია მაგრამ კაცია და ჩემს გვერდით არის კაცი თქვენ სად მუშაობთ ბატონო ირაკლი მე სად ვმუშაობ და რესპუბლიკურში ექიმი ვარ ასე ვთქვათ დიდ განყოფილებას ხელმძღვანელობ რა ბძანეთ ვერ გავიგე რა და ექიმი ვარ ექიმიო ვატო ძალიან მეცნობით და თქვენ საცხოვრობთ ზამთარში ვაკეში ზაფხულში წყნეთში ისე ბათუმში და ბორჯომშიც მაქვს სახლი გაიგე არც ისე მოხუცია ხოდა ჩემო ვატო ერთი სადღეგრძელო შევსვათ სანდრო მოდი კაცი ხარ გვერდი დაგამიფშვენე უნიჭიერესი ბიჭია უნიჭიერესი ევროპაში აქვს განათლება მიღებული ირაკლი მეც დამისხი რა აი მან ჩატი ბატო ამან სადღეგრძელო იცის გაგაგიჟებს ხოდა ეხლა მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ რომელი ვთქვათ მეოთხე ძვირფასო ვატო ერთხელ ერთ ბურგომისტრს მელანი გაუთავდა მელნის საძებნელად რო გაეშურა იქვე პატარა ბიჭუნა ნახა რომელიც გამვლელ მეტლებს ეჯღანებოდა
პატარა ბიჭუნაო. ხო ვერ მეტყვი შემთხვევით აქ ახლო სადვიშოვო მელანიო. რა დროსა მელანიაო მიუგო ბიჭუნამ და მურიგ მეტლეს დაეჭღანა. ეწყიდა ბურგომისტრს. გაუდგა გზას. იქვე ტყეში დაინახა ორი ახალგაზრდა. რომელთაც თურმე ერთმანეთი დუელში გამოუწევიათ. ორო ახალგაზრდა. ხველმაინც ხო ვერ მეტყვით. აქ ახლო მელანი სადვიშოვო. ეგ გაიგო. აბა ეხლა აქედან გაგვასწარიო ორმა ახალგაზრდამ უთხრა. და არკებუზები დაუმიზნეს. ხო იცი შენ არკებუზები შეშინებული და კუდამოძუებული ბურგომისტრი გაიქცა. რო გარბოდა იქვე ქვაზე ჩამომჯდარი მოხუცი დაინახა. მოხუცო შენ ხომ მაინც ვერ მეტყვი აქ სადმე ახლო მელანი ხო არ იყიდებაო. ეჰო აქ მელანს რა უნდა ჩემო ფათონო ეს ხომ ფათარა პროვინციაო ენის თლიფინით მიუგო მოხუცი. დააღონდა ბურგომისტრი. მე მეგონა ჩემი მხარე ავაყვავე და აქო თურმე მელანსაც ვერ შოვიო. აი ასე უყურებდნენ ერთმანეთს მოხუცი და ბურგომისტრი. ბურგომისტრი და მოხუცი. ჩემო ვატო. მოდი გამოცდილი და ახალგაზრდა ადამიანის ჩახუტებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. როგორც მონტესკიე ამბობდა? რა? გამოცდილება ძველ კონიაკს გავსო. ყველა კარგი თვისება ზედაპირზე გამოაქვს და ცუდი ნაწილაკები კი შეუმჩნეველი ხდებაო. რა მაგრა თქვა? შენ ვატო კი არა სოლომონ ბძენი ყოფილი. დიახ. გასაგებია 15 წუთში მადვიქნები. მოვალ. ხამშვიდობა. კი. სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ. სამსახურში სასწრაფოდ უნდა გამოვცხადო. უნდა დაგტოვოთო სამწუხაროთო. ტელევიზიები უნდა მოვიდნენ. ახალი პროექტის განცხადება უნდა გავაკეთო. მე ჩემი წამოსვლა ხომ არ არის საჭირო? არა, იყავი გამოგები. სასიამო უნდა იყო თქვენი გაცნობა. ჩვენთვისაც შემომიარე ხოლმე ვატო შემომიარე. გავაცირებ და ახლა მოვალ. რამე ხო არ რჩება ბატოს? არა და რა? შლაპა ხელჯოხია. რა მჭერმეტყველი ხარ სანდრო? რა მითხრა შემაგინა? მჭერმეტყველი. ეხლა ამით დრო არ არის მე რეაგიხსნი რა. ვაიმე ეს რა იყო? რა სიტყვით? განიხილეთ. აბა, გისმენთ. ვერაფერ სიტყვი იყო შვენიერი ხანში შესული მამაკაცია. მე ძალიან მომეწონა. წარმომიდგენია რა კარგი დასანახები იქნებით ეკა შენ რომ გადაგყავს გზაზე. ეკა, იცი მე რა მაინტერესებს, ნეტა ანდერძი თუ აქვს დაწერა. იცი რა? შურიანები ხარ და მეტი არაფერი. მართალი ხარ ჩემო ეკა. შურიანები არიან ესენი
და შური ალაპარაკებთ. რა მოგივიდათ რა? მეგობარმა მოგიყვანათ, მეგობარი აქ თავის მეგობარი გაგაცნოთ. ასე უნდა გადათელოთ და ასე უნდა გადაუაროთ. შენ ამათ ნუ უსმენ, შენაცვალე. ყველაფერი კარგად გექნებათ თქვენ. ისე ამ პენსიებმაც რა დროზე მოიმატა. ყველა ერთად წავყვებით ხოლმე ვაკის პარკში და მის მეგობრებს გავიცნობთ. და შაშქს ვეთამაშებით შაშქს. ბაჭა, მეგობრები ხართ, მე აზრს გეკითხები, თქვენ კიდე? კარგი, ეკა, კარგი მართლა რა დაგემართათ. მართალია ცოტა ასაკშია, მაგრამ დიდარია, სიმპათიური, ინტელიგენტი, რა ზერჩი? მადლობ, სანდრა. და მე ტელევიზორში აჩვენებენ, გინიდილიზინე. აი ასე რომ ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ბატონო სოლომონი! მე შენ და საქართველო ოდელიერანი 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 კეთა ამ სიმღერის შემდეგი ტექსტი როგორ ახვალიც არა მე შენ და საქართველო ოდელიერანი მე შენ და საქართველო ოდელიერანი მე შენ და საქართველო გამარჯობა დათო ნატა რა ხდება დათო? ამდენი დრო არ მაქვს, რა გინდა? ნატა კარგი, თუ მარტო ნატა მეწავედი. მოიცა ნატა. დაბზანდი. ფრთხილად. რაღაც სერიოზული საქმე მაქვს შენ. რა ხდება დავით? რაღაც სერიოზულად მომზადებულ ხარ? არა ეს სანამ მოვიდოდეს ხვებიჯნე ჯერ არა ულაგებიათ. ძალიან ლამაზად გამოიყურები. აი ეს შენ. არა დათო შენ არ შეცვლილ ხარ. რაღაცნებს? არაფერი შეგძლებია ტასაცმლის ყიდვა. არა და მახსოვს სულ ჩემი ძმის ტასაცმლის რო დადიოდი. მე შევიცვალე ნატა. მე ის დათო აღარა ვარ. მე არც ვალები მაქვს. არც ნისია. არც თვის ბოლო არის ხო იცი? გადი. ხო რა შევებუნებოდი? რატომ? ჩვენ უნდა შევდივდეთ ნატა. ჩვენ უნდა დავივიწოთ ძველი წყენები და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ მე, შენ და საქართველო ისე ჩვენი შვილი ჩვენ. აი, ერთი მიზეზი მაინც მითხარ დათო, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად? ორი მიზეზი გეტყვი. ერთი ის რომ საერთო შვილი გვყავს. მეორე ის რომ ერთი ხო გინდოდა. და მე რა რომ საერთო შვილი გვყავს? რადგან არ მინდა ბავშვი მამის გარეშე გაიზარდოს. აბა რა გინდა? რადგან მინდა მამასთან ერთად გაიზარდოს. ანუ დედის გარეშე? არა, რატო დედის გარეშე? აბა? დედასთან ერთად. ესე იგი მამის გარეშე. მოიცა ეგრე გამოდის? ისევ სადღაც შემეშალა რა. არა, დათო შენგან ბავშვი კარგს ვერაფერს ვერ ისწავლის. რატომ ვერ ისწავლის? აბა რა უნდა ისწავლოს? რატომ? სიარული. რა დროს ხუმრობა? არა, მე არ ხუმრობ, ნატა, მე მართლა სერიოზულად გელაპარაკები გესმის. საქორწილო ბეჭედი, კიდევ არ გადაგიგდია? არა, რა გადამიგდია. შვილის მივასწარი დღეს ლომბარდში. ეს ვერ არის კარგად.
დღეს ერთი ადამიანი უნდა მოვიდეს და უნდა გაგაცნო. აი ისიც. ალბათ აქამდე უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ნუ არა უშავს ესე იყოს. მოიცა ნატა. მისთე ჩვენა მანამდეც ყავდა ბავშვი. რამხელა გაზრდილა ენასწოროს მამა. გეყოფა რა. გოჩა, გაიცანი ეს დათოა. დათო ბავშვის მამა. გოჩა, ნატას საქმრო. დაუ? საქმრო? შენი საქმრო არის? შენ ამისა მე აბა არგი მე წავალ მაშინ. გამატარი ნატა საქმრო? ახო. უკაცრავად. შემთხვევით ანანოს ტელეფონის ნომერი ხომ არის?